თენგო თევზაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი ჩაგურთვება პირდაპირ ეთერში, ასევე ბათუმიდან მოგესალმებით, ბატონო თენგო, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში გითხარით, სიახლე ხომ არ არის რამე ჯერჯერობით პროცესი როგორც ვიცი გრძელდება. პროცესი გრძელდება, ახლა ბოლო 15 წუთია შესვენებაა, არ ვიცი გაგრძელდა თუ არა, დაახლოებით ალბათ 2 საათი კიდე გაგრძელდება პროცესი. ძალიან ბევრი ადამიანია, ბათუმელები, ჩვენი სხვადასხვა ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოს ელჩები, როგორც აღნიშნეთ, პოლიტპატიმრების მშობლები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ბევრი ადამიანია და ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველასთვის, ვინც აქ არის და ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული ვინაიდან საქართველოში ბათუმელისთვის, ქალისთვის, კაცისთვის ღირსების დაცვა ვერ ჩაითვლება დანაშაულად, როდესაც უღირსო ადამიანები, რომელსაც მორალისგან, ზნეობისგან, კეთილსინდისიერებისგან დაცლილი ადამიანები სარგებლობენ იმ სტატუსით, რა სტატუსით შეიძლება მას ვიღაცა მიანიჭოს, ვერ ჩაითვლება მათზე პასუხი დანაშაულად და არავინ არ თვლის ქალბატონ მზიას დამნაშავედ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული მიუხედავად იმ გადაწყვეტილებას და შეიძლება გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს საერთოდ არ იყოს, ესეც შესაძლებელია. მიუხედავად იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ამ ასე ვთქვათ ფორმალურმა პროცესმა, ეს ფორმალური პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ინსტიტუციის და სასამართლოს დობა კი არ გვაქვს. ჩვენ ქალბატონი მზიას ღირსების, მისი სინდისის დობა გვაქვს და იმიტომ არის ეს ადამიანები შეკრებილი, თორე სასამართლოსგან რაიმე გადაწყვეტილებას მართებულს ან უმართებულს სასამართლოსგან ველოდებით იმ გადაწყვეტილებას, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ქალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ მხარდაჭერის გამოსახატავად ვართ აქ. კი ბატონო თენგო, ხვალ აქციაც არის ასევე ბათუმში, ყველა ვინც მან იმყოფება, ხვალ აქციაზე წასვლასაც აპირებს. რა არის ბათუმის დღის წესრიგი, ხვალინდელი აქციის? დიდი ალბათობით გადაწყვეტილება დღეს არ იქნება, მით უმეტეს აქცია ხვალ ჩანიშნული მზია ამაღლობელზე. თქვენც ასე ფიქრობთ და ხვალინდელი აქციის შესახებაც გითხარით? ხო, მეც მოლოდინი ესეთი მაქვს, რომ არ იქნება, მაგრამ ამათგან რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კიდევ ერთხელ გამმეორდები, წინასწარ იმის შეფასება რა თქმა რთული იქნება. ამიტომ პროცედურად შეიძლება ვერც მოესწროს, დაველოდოთ 2 საათი ალბათ კიდევ უფრო გაგრძელდება პროცესი. რაც შეეხება ხვალინდელი მარში, ხვალ 2-ში ჩვენ ევროპის მარშს ბათუმის პარკის, ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლომდე, ან თავისუფლების კვარტალამდე, სადაც უკვე თბილისთან პარალელურად არის დაახლოებით 250 დღიანი უწყვეტი მტკიცე პროტესტი. ჩვენ ამ პროტესტის ხარდაჭერი ვივართ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ არ თანამშრომლობის რეჟიმთან წინააღმდეგობის მარშის, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმთან წინააღმდეგობით გვინდა რომ ბათუმით ჩავერთოთ ამ პროცესში და ბათუმით ჩაერთვება და მოუწოდეთ ბათუმელებს, ბათუმის სტუმრებს შემოუერთდნენ ხვალინდელ ევროპულ მარშს, რომელშიც ფარგლებში ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და სამართლიანი არჩევნები არის ის და პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ეს ორი მოთხოვნა, რაც აქვს პროტესტთა საზოგადოებას და რითაც ბიძინა ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მან თავისი პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაში დაასრულოს ან გააგრძელოს ისე, რომ მას კონდეს შესაძლებლობა უბრალოდ რომ ამ ქვეყანაში დაედგომებოდეს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი გზა იმ პარტიების, რომელიც ვართ თანაორგანიზატორები ხვალინდელი მარშის და ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში და ასევე მომდევნო თვეების განმავლობაში გვექნება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და ეს არ იქნება მხოლოდ მარში, ვინაიდან ეს იქნება უკვე კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული და კიდევ უფრო მეტად მკაფიო წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმა, რომელსაც პერიოდულად ჩვენ ვნახავთ. ჩვენ ვნახეთ 19 ივლისს, 2 კვირის თავზე 2-ში, ანუ ხვალ გვაქვს ბათუმში, გვექნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ეს მარში და ამ მარშზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ ის ბრაზი, ის ასე ვთქვათ
წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეებში, როგორც თბილისში, ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებში არ გამქრალა არსად და ჩვენ აუცილებლად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს მინიმუმ უკან დახევა და თუ ის დროზე არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მას მოუწევს ჩამოშორდეს ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ის მიტაცებული ძალაუფლება, რაც მას აქვს, დაუბრუნოს ხალხს. სხვაგვარად შეუძლებელია, ვინაიდან არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქართულმა ოცნებამაც მოიჭრა უკან დასახევი გზა. ჩვენ გვაქვს უკან დასახევი და ქართულ ოცნებას ვხედავთ, როგორც იქცევა და მათაც არ აქვთ უკან დასახევი გზა. ბანოთენგო, თქვენ ჩამოთვალეთ ახლა აქციების თარიღები, სხვა შორის ყველა ამბობს, რომ ყველა აქციაზე მივა, იმიტომ რომ სადაც პროტესტია, ყველგან საჭიროა ყოფნაო. მაგალითად, პაატა ბურჯულაძე იყო ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში, გუშინ მყავდა მურმან დუმბაძე, რომელიც მოიჩქაროდა ბათუმში თქვენს აქციაზე დასასწრებად. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაინც და მაინც გულმხურვალედ არ შეხვდით 4 ოქტომბრის აქციის დაანონსებას, უფრო მეტიც იყო პოსტები და ასე შემდგომ ან სიბრიყვე, ან სუსის, ასე ვთქვათ, ინტერესის გათვალისწინება თუ გატარება თუ რაღაც გავსი შეფასებები. გადაიარა ამ ტალღამ და შეიძლება რომ უბრალოდ ამ აქციაზე თქვენც იყოთ თუ კვლავ მიგაჩნიათ, რომ ერთი თარიღის დაკიდება არასწორია, როგორც ამას განმარტავდით. ახლა მე მივცემ თავისუფლებას თქვა პარტია ახალის პოზიცია და ეს არის პარტია ახალის პოზიცია, იმიტომ რომ ჯგუფურად, კოლექტიურად რაიმე განცხადება მე არ შემხვედრია ამასთან დაკავშირებით. პარტია ახალი მიესალმება წინააღმდეგობის მრავალფეროვნებას, მათ შორის თუ ვინმეს შეცევს ძალა, რომ ორგანიზება მოახდინოს იმ დაგვარი წინააღმდეგობისა, რომ წინასწარ დათქმულ თარიღი იქნება, დღე იქნება, რა ვიცი, კვირა თუ თვე, ეს წინააღმდეგობა დაასრულოს წარმატებით. ხოლოდ მივესალმებით და ეს არის ჩვენი ამოცანაც. პარტია ახალის ამოცანა არის უახლოეს პერიოდში და ეს ვერ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, რა თქმა უნდა, და არც ვთვლით, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდება. ჩვენი პოზიციაც არის, რომ ეს არ არის რაღაცა წლებზე ან რამოდენიმე თვეზე, მაგალითად 1 წელზე, 2 წელზე, 3 წელზე გათვლილი წინააღმდეგობა არა. ეს წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის რვიანის პარკლებში და ჩვენ ვართ ამის ნაწილი, არის ძალიან ჩემი აზრით არაგზელვადიანი, პირიქით მოკლევადიანი. ასევე მივესალმები ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივას, თუ მათ იციან ისეთი რამ, რაც არის რეცეპტი, რომ აი კონკრეტულ თარიღს შეიძლება რაღაც დასრულდეს და ახალი დაიწყოს. მრავალფეროვნება წინააღმდეგობის არის მნიშვნელოვანი. ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. მეცაც გეტყვით თქვენს მაყურებელს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც 70%-მდე ჩვენი პარტიის ამომრჩევლის მომხრეა, 100-დან 70%-ზე მეტი მომხრეა იმისა, რომ ჩვენმა პარტიამ არ ითანამშრომლოს რეჟიმთან. და თუ ჩვენი პარტიის ამომრჩეველი მომხრეა რეჟიმთან წინააღმდეგობებს, რა თქმა უნდა, ყველანაირი წინააღმდეგობის ფორმის მომხრე იქნება, თუ ეს შედეგის მომტანი იქნება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია შედეგი. მე ჩვენს მაყურებელს მოუწოდებ, რომ არც ერთი მცდელობა, რომელიც შეიძლება წარმატებით არ დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ნორმალიზებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში, რომელიღაცა მიმართულებით შეიძლება წინააღმდეგობა იყოს უფრო მეტად წარმატებული, რომელიღაც მიმართულებით უფრო ნაკლებად, ამას დრო გამოაჩენს, ამ სტრატეგიის მნიშვნელობას და ეფექტიანობას დრო გამოაჩენს. არ ჩავარდეთ ნიჰილიზმში, ვინაიდან საზოგადოების ყველა ჯგუფი, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე აქტიური ჯგუფები არიან წინააღმდეგობაში და უკან დასახევ გზას იჭრის ხალხი ამით, როცა რაღაცას აანონსებს კონკრეტულ თარიღს და ამ კონკრეტული თარიღიდან გამომდინარე კონკრეტულ შედეგს. ხო, იჭრის უკან დასახევ გზას და თუ ეს მრავალფეროვნება ხელშეუქმნის წინააღმდეგობას, პარტია ახალი ამას მიესალმება. რაც შეეხება ვიქნებით თუ არა თანამონაწილე და ავიღებ თუ არა პასუხისგებლობას. გაგვიჭირდება იმაზე პასუხისგებლობის აღება, რისი თანამონაწილე და ორგანიზატორიც არ ვართ. ჩვენ ვართ ორგანიზატორი და თანამონაწილე იმისა, რაც რვიანის ფარგლებში არის, ასე ვთქვათ, დაგეგმილი და ჩვენ ვიცით ერთი და ერთხელ და სამუდამოდ ეს გეკითხებით, ბანოთენგო, თქვენ არ გეპატიჟებიან როგორც თანაორგანიზატორებს ან თანამონაწილეებს, რიგით მოქალაქეებად გეპატიჟებიან. ეს სხვადასხვა რამეა, ანუ მიდიხართ თუ არა ამ აქციაზე? 4 ოქტომბრამდე ძალიან ბევრი სხვა აქცია იქნება. 3 თვეა
2 თვეზე ცოტა მეტი, 2 თვე დაახლოებით პლუს-მინუს 10 დღე. 4 ოქტომბრამდე ძალიან ბევრი დროა ჯერ და ამ 2 ოქტომბრამდე ჩვენ რიანი მინიმუმ 7-8 აქციას ისეც გავაკეთებთ, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე იქნება ქართული ოცნებისთვის უკან დახევის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ მან დაიხევს უკან. ნახოთ, თავარია პოლიტიკურმა პარტიებმა არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, პოლიტიკურმა პარტიებმა არ შექმნან სიტუაცია, არ შეძლონ ის, რომ ქართულ ოცნებას არ შეაძლებინონ ის, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს. ვინაიდან ამის ნორმალიზება ვერ მოხდება, რაც ახლა ხდება, თუნდაც ამ ჩემს ზურგს უკან და იმ შენობაში, სადაც ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის ელჩი და საელჩო წარმომადგენელია შეკრებილი. ნორმალიზების შესაძლებლობა არ უნდა მიცეს. 4 ოქტომბრამდე არის ძალიან დიდი დრო, ამიტომ ჩვენ ვერ ჩამოვკიდებთ ვერანაირ თარიღს, ამას პარტია ახალი სახელით გესაუბრებით, მაგრამ მივესალმებით ყველა წინააღმდეგობის ფორმას, რომელიც დაასუსტებს ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ გავთვალეთ, თუ შევძლებთ იმას, ამ შემთხვევაში რუიამს გულისხმობ, რომ პოლიტიკური სტარტიდან რაც ავიღეთ 8 ივლისს და 8 ივლისს გავაკეთეთ პირველი განცხადება, დასასრული იქნება კონკრეტული წერტილი და ამ პერიოდში ჩვენ ისე დავასუსტებთ ქართულ ოცნებას, რომ მოუწევს პოლიტპატიმრებისგან თავისუფლება, ეს ერთი, მოუწევს ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშნა, ეს მეორე და საბოლოოდ ხელისუფლებისგან წასვლა, ეს მესამე, თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება ეფექტიანი. თუ ვინმეს ერთად უნდა და ერთ დღეს უნდა ეს ყველაფერი გააკეთოს, არ ვიცი, თუ შესაძლებელია ეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მრავალფეროვნებას წინააღმდეგობისა მივესალმებით. თავარია არ იყოს რეჟიმთან თანამშრომლობა. ვერ ვიქნებით ორგანიზატორები, იქნებით მესმის. იქნებით? დიახ. ვერ იქნებით ორგანიზატორები, იქნებით ასრულებდით რაღაცას და აღარ დაგამთავრებინეთ თუ არ გესმით. ხო, ვერ ვიქნებით ორგანიზატორები, ვიქნებით თუ არა უშუალოდ აქციაზე. მე არ მახსოვს პირადად თენგო თევზაძეს გავრილოვის ღამიდან მოყოლებული რომელიმე აქცია გამომეტოვებინას როგორც საქართველოს მოქალაქეს. არ მახსენდება ესეთი აქცია, 10 კაციანი აქციაზე ყოფილი ვარ და 10,000 და 100,000. ბოლოსკენ მინდა ვიკითხო, თქვენ ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოუწევს რეჟიმსო. ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ყავს თითქმის გამომწყდეული, თქვენი ლიდერიც ციხეშია, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში არ არის კოალიცია ფაქტობრივად, თუ არ ჩავთვლით გახარიას, რომელიც უბრალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, თორემ საქართველოში რომ იყოს ისიც ალბათ ციხის მიღმა, კარებს მიღმა იქნება უკვე. აქ მინდა ვიკითხო, არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ არ დარჩენილა საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც არ შეეხო ივანიშვილი. მიზანი იყო დაშინება, ყველა ეს არის მსახიობი, ჟურნალისტი, არ აქვს მნიშვნელობა. მზია მაგალითად არის სახელობითად ჟურნალისტიკის, ასე ვთქვათ, სიმბოლო. დაპატიმრებული და არაფერს შუაშია აქ ვიღაცის ლოყა, გასაგებია ეს რაც არის, მაგრამ აი აქ უნდა ვიკითხო, მოუწევსო პატიმრების გათავისუფლება, აი ეს ბოლო განაჩენების გადადება, გამოცხადების, გაფიქრებინებთ თუ არა, რომ რაღაცაზე მაინც ფიქრობს ახლა რეჟიმი, იმიტომ რომ მანამდე ვნახეთ 4 წელი და 6 თვე, 4 წელი და 6 თვე, 4 წელი და 6 თვე, ხო, რაღაც სტანდარტული გადაწყვეტილებები მათთან ვინც ულკიანის კომისიაზე არ მივიდა, მაგრამ თითქოს გაჩერდა პროცესი, გრჩებათ ასეთი შტაბეჭდილება. ანუ მზიას გამოაჩენს მზიას გადაწყვეტილება მეცალ. მინდა რომ ეს ხაზი მე მზიას გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამეორდები, ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი რომ ოცნება შეიძლება ერთ კვირაში უკან არ დაიხოს და ეხლა მინდა რომ ზუსტად 2 წუთში ჩავატევ იმ ხაზს რაც ხდება. სასამართლოს ხდომების საჯაროობა, ანუ მედიისთვის, თქვენთვისაც და ყველასთვის დაიხურა ის სიყალბე, რაც სასამართლოებში ხდება. და მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში ეს თქვენთვის და ჩვენთვის კი არ დაიხურა. პირველ რიგში დაიხურა ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის, რომლის 80% ფიქრობს რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. ანუ საზოგადოების 5 მოქალაქიდან 4 შეთანხმებული ამ ქვეყანაში, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში წინააღმდეგობა არ გაჩერდება. გამორიცხულია გაჩერდნენ მშობლები, გამორიცხულია გაჩერდნენ პოლიტიკური პარტიები, გამორიცხულია გაჩერდეს ის საზოგადოება და პროტესტი, რომელიც აპროტესტებს. ზეწოლის ქვეშ არის ქართული ოცნება, ზეწოლის ქვეშ არის სასამართლო. როგორ გინდათ, აი გამოგონილი ბრალი. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ის მოსამართლეები, ვინც 4.6 მიუსაჯა მათე დევიძეს მაგალითად ან ჯიქიას და სხვებს. რას ფიქრობენ ეს მოსამართლეები და დარწმუნებული ვარ მათ ადამიანურ ნაწილში, იმიტომ კი არა რაღაც მორალმა და ღირსებამ გაიღვიძა მათში ან სამართლიანობა, მაგრამ მათ უჭირთ, იმიტომ რომ იციან რომ ისინი იქნებიან დაუცველები. როგორ შეიძლება ადამიანი უმიზეზოდ 10 წლით, 5 წლით, 7 წლით გამოკეტო ციხეში. ეს საქართველოა. ყველა ესეთი ადამიანი, ვინც ესეთ უსამართლოდ, ვერაგულად და ბოროტულად მოიქცევა
ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა ადრე თუ გვიან სამართლებრივი რა თქმა უნდა და რაღაც მუქარაზე არ ვსაუბრობ აუცილებლად დაიჯებიან ასე ვთქვათ ფაქტურად გამორიცხული აქედან გამომდინარე პროტესტი წინააღმდეგობა მორალური ზეწოლა სოციალური იზოლაცია ეხლა შეიძლება ეს გამოიყენოს პროპაგანდისტულმა არხებმა, რასაც მე ვამბობ. არა, არ ჩამოვართვა ხელი ჯალათს, არ ჩამოვართვა ხელი სამშობლოს მოღალატეს. რა თქმა უნდა, ეს ცხადია. მზია ამაღლობელს, მოსამართლეს ხელი არ უნდა ჩამოვართვა, იმიტომ რომ ადამიანი გამოკეტილი ყავს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ ციხეში. ეს შექმნის საბოლოო ჯამში და ეს წინააღმდეგობა შექმნის საბოლოო ჯამში ქართულ ოცნებას მოუწევს უკან დახევა. და როგორც ეხლა გერთვებით, მაგრამ როგორც აი ეს ადამიანები აქ ყოფებით, თანხდებით და ვამბობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არავინ არ გაჩერდება და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული არც ერთ იმ პოლიტპატიმარს, რომელიც ახლა მისჯილი აქვს კონკრეტული სასჯელი ბოლომდე, რა თქმა უნდა, ბოლომდე კი არა, არ მოუწევს ამ სასჯელს სულად მოხდა, ვინაიდან გამორიცხულია ჩვენ ადამიანები დავტოვოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მორალური პასუხისმგებლობა ერთი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ეს არის მთავარი და ამის გამო არიან ეს ადამიანები ციხეში და ჩვენი ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავალი, მაგრამ ამავდროულად ჩემი და თითოეული ჩემი თანაგუნდელის ბრძოლის მთავარი ხაზი და პრიორიტეტი არის, რომ პოლიტპატიმარები გამოვაშორებინოთ ციხიდან. გამორიცხულია რომელიმე პოლიტპატიმარი იყოს ციხეში და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება მოხდეს ან რეჟიმთან რაიმე სახის თანამშრომლობა. დიდი მადლობა თენგო თევზაძე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ.